და მოვყვე ისტორია, რომელიც მოხდა 2019 წელს. მე მქონდა სოლო კონცერტი, რომლის დროსაც ჩემმა ასე ვთქვათ საკონცერტო პარტნიორმა კონცერტის დღეს ჩემზე ფიზიკურად იძალა, თუმცა წინა დღით ასევე უძღოდა ფსიქოლოგიური ძალადობა ამ ყველაფერს წინ. თითქოს რა დააბრალებ იმას, რომ ადამიანი განერვიულებულია და რაღაცა დაღლილია და მოგაყენა ვთქვათ შეურაცხყოფა. უბრალოდ დავტოვე იმ დღეს სცენა და აღარ გავაგრძელე რეპეტიცია. და ჩავთვალე, რომ დასრულდებოდა ვთქვათ ეს ფაქტი იმ დღეს. თუმცა მეორე დღეს ამ ურეაქციობის ფონზე კვლავ მოყვა ეს ძალადობის მომენტი, ოღონდ ამჯერად უკვე ფიზიკური ძალადობა მოხდა და საკმაოდ ისეთ სივრცეში, ტელევიზიაში. სამწუხაროდ კონცერტის ჩაშლა იყო შეუძლებელი ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული კონცერტი იყო და რაღაცნაირად მაინც მოხდა კონცერტის ჩატარება. ძალიან რთულ, ჩემთვის შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავ ფაქტიურად, ფსიქოლოგიურად ვერც კი გავაცნობიერე რა მოხდა ჩემს თავს. შემდეგ უკვე დაიწყო შიშები. სულ მაწუხებდა მოკლედ ეს მდგომარეობა. და ვხედავდი თან, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად არც ნანობს ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკი ზედმეტია, ისე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც თქვათ, მას უხარია. ჩემგან განსხვავებით ყველგან დადის, თქვა, საერთო წრეა, ხო? და მე ვცდილობ, რომ ავერიდო იმ ადგილებს, სადაც ის მოხდება. შიში რო კიდევ დაგამცირებენ, ეს მომენტი არის ყველაზე რთული გადასალახი. ამიტომ 3 წლის მერე 2022 წელს ალბათ იფეთქა ამ ყველაფერმა ჩემში, ხა ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია რომ ჩაუღრმავდი ამ ყველაფერს, რა და როგორ აეწყო ჯაჭვი მოკლედ, რომ ეს გადავწყვიტე. ყველა მიცოდა ჩვენს წრეში, ასე ვთქვათ, ამის შესახებ. თუმცა საჯაროდ პირველად მოხდა ზუსტად 2022 წელს ამაზე საუბარი. თქვენ წარმოიდგინეთ როგორი რთული არის ქალისათვის რომ ამ ყველაფერზე ისაუბროს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მოყვა არაერთგვაროვანი რეაქციები და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რასაც საერთოდ არ ველოდებოდი, მოყვა ის, რომ ამ მოძალადე ადამიანმა აქით ცილის წამების სარჩელი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოხდა საქართველოში, ქალებს ღიად უთხრა სახელმწიფომ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიმართ განცდილ ძალადობაზე ისაუბროთ ნებისმიერ დროს, რა დროც არ უნდა გავიდეს მომხდარი ფაქტიდან და შესაბამისად მიმართოთ სამართალდამცავ უწყებებს. ჩვენ შემთხვევაში თამარმა, რომელსაც 3 წლის წინანდელი ძალადობის გამოცდილება ჰქონდა, ერთი მხრივ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს და შემდგომ სოციალურ ქსელში საკუთარ პირად გვერდზე გავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ განიცადა კონკრეტული ტიპის ძალადობა. და ის გახდა კიდევ უფრო მძიმე მეორეულ ვიქტიმიზაციას, რაც იწვევს ასეთი სლეპ სარჩელის მსხვერპლი. სლეპ სარჩელები ძალადობა გამოვლილი ქალების მიმართ მნიშვნელოვნად აზიანებს ქალებს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ ეს არის ეკონომიკური ძალადობის ფორმა, რადგან ქალებს უწევთ, რომ დამატებით აიყვანონ ადვოკატი და სამოქალაქო სასამართლოში დაიცვან თავი. მეორე მხრივ ეს არის განგრძობითი, მრავალჯერადი, მრავალწლიანი, როგორც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, სასამართლო დავა, რომელიც გამუდმებულ სტრესში ამყოფებს ადამიანს. როდესაც მოხდა ცილის წამების სარჩელის ჩემს წინააღმდეგ შეტანა, ამ დროს ძალიან გამიმართლა, რომ აღმოჩნდა ჩემს გვერდით ორგანიზაცია ვიზგი, ქალთა ინიციატივების მხარდაჭერი ჯგუფი, ორგანიზაცია ვიზგი და ამ ორგანიზაციას ჩემი მეუღლის დახმარებით მივაგენით, ასე ვთქვათ. ასე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად მხარდაჭერა და განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა და ჩემთვის მაგალითად სამაგალითო იყო და ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე, რომელმაც მთლიანად ამ პროცესებში, ამ წლების განმავლობაში მხარი დამიჭირა და ძალიან მინდა გულწრფელად მადლობა უთხრა ჩემს მეუღლეს. საბოლოო ჯამში თამარი გამართლდა და მან ფაქტობრივად მინიმალური ზიანით შეძლო, რომ ამ სლეპ სარჩელისგან თავი დაეცვა. მაგრამ ქალების უმრავლესობა ამას ვერ ახერხებს. საქართველოში სლეპ სარჩელებისგან თავდაცვისთვის არ არის უფასო ერთდროული დახმარება ქალებისთვის გარანტირებული. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას, რადგან როდესაც ძალადობის გამოცდილების შესახებ თუნდაც სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს ადამიანი, ან იმიტომ, რომ მართლმსაჯულებისთვის, საკუთარი პირადი ინტერესის დაცვისთვის დაეხმაროს პროცესს, ქალები ხდებიან
ისეთი ტიპის არათანაზომიერი მოპყრობის მსხვერპლი, როგორიც არის ეს სარჩელი, რაც გამუდმებულ სტრესში ამყოფებს ქალს და ქმნის ისეთ პრობლემებს, რომელიც პრობლემებისგანაც ქალებს თავის დაცვა მარტოს არ შეუძლიათ. მარტო რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი ამ გზაზე მარტო სრულად უძლური ვიქნებოდი მე მქონდა იმისი ბედნიერება რომ ამ პერიოდში ორსულად აღმოჩნდი და ჩემი ადვოკატის ხელშეწყობით პროცესებზე არ მივლია ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ფუფუნება რადგან მე ამერიდა ასე ვთქვათ ეს ყველაფერი ის რომ მე ამ ყველაფერში თანხა არ გადამიხდია ვერც გადავიხდიდი ხო ძალიან დიდი ფუფუნება ეს ყველაფერი და აი ამ მხარდაჭერით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით სწორედაც რომ გავიმარჯვეთ ეს საქმე მოგებულია ასე ვთქვათ. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობის პრეცედენტია, რადგან ჩვენ გვინდა რომ ღიად ქალებს ვუთხრათ, რომ მათ ისაუბრონ განცდილ ძალადობაზე, ნებისმიერ დროს მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს. ერთია, როგორ გამოიძიებს კონკრეტულ დანაშაულს სამართალდამცავი უწყება და მეორე გახლავთ ის, როგორ შევძლებთ ჩვენ, როგორც ძალადობა გამოვლილი ქალის გამოხატვის თავისუფლების დაცვას ამ შემთხვევაში, რადგან მას აქვს უფლება რომ ღიად ისაუბროს მის მიერ ჩადენილ ძალადობაზე, იმიტომ რომ დაიცვას უპირველესად საკუთარი ინტერესი და საბოლოო ჯამში მიაღწიოს მართლმსაჯულებას. თავარი სათქმელი რაც შეიძლება იყოს, რომ მე ქალებს ვუთხრა, რომ არასოდეს არ შეეშინდეთ სიმართლის თქმის. არ აქვს მნიშვნელობა იმ მომენტში მოხდება ეს თუ რამდენიმე კვირის, წლის თუ დღის მერე გადაწყვეტს ამის თქმას, მას აქვს უფლება და მოძალადე ვეღარ იძალადებს, შეეშინდება და თუნდაც ვეღარ იძალადებს სხვა ადამიანზე და სხვა ქალზე.